უბედური შემთხვევა თუ დაუდევრობით გამოწვეული მორიგი დანაშაული რამ გამოიწვია ტრაგედია, რომელსაც 4 ადამიანი შეეწირა, ახლა წესით გამოძიებამ უნდა დაადგინოს. სოფელ წკერესთან საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას სავარაუდოდ მიწის მასის ჩამოშლის შედეგად სამშენებლო კომპანიის 5 თანამშრომელი ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა, დაღუპულია 4 პირი. ერთი კლინიკაში იმყოფება, მედიკოსების განმარტებით მისი მდგომარეობა საყურადღებოა. დისკუსიებმა მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, მხარეებმა შეიმუშავეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო გეგმის ჩარჩო. ჟენევაში ამერიკისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებების მთავარი თემა ტრამპის 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა იყო. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა საერთო განცხადებაც გაავრცელეს. გვაქვს სიგნალები, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გვისმენს, ვხედავთ ცვლილებებს, თქვა ზელენსკიმ. მას შემდეგ, რაც ტრამპის 28 პუნქტიანი გეგმა ფაქტობრივად უკრაინის კაპიტულაციად შეფასდა და ევროპელი ლიდერებისა და ამერიკელი სენატორების კრიტიკა გამოიწვია, საფრანგეთმა, გერმანიამ და ბრიტანეთმა ალტერნატიული სამშვიდობო გეგმა შეიმუშავეს. დოკუმენტში, რომლის შინაარსად საერთაშორისო მედია ასაჯაროებს, საკვანძო ცვლილებებია შეტანილი, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან და ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. უკრაინელებმა ზაპოროჟიაში რუსების ტექნიკა გაანადგურეს. უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტები მანამდე შეაჩერეს, სანამ ისინი უკრაინის პოზიციებამდე მიაღწევდნენ. წინასწარი მონაცემებით რუსეთმა თითქმის მთელი 20 დაკარგა.